სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სკრა-ქარელის მაგისტრალური არხის დაახლოებით 11 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძამის დიუკერსაც, აღდგა დაზიანებული მონაკვეთები და მოეწყო სხვადასხვა ტიპური ჰიდროტექნიკური ნაგებობები. უწყების ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია, მაისში დასრულდა. საქართველოს მელიორაციის მიერ გარემონტდა თითქმის 11 კილომეტრამდე სკრა-ქარელის მაგისტრალური არხი. ამ ეტაპისათვის არხის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში. აღნიშნული განახლებული ინფრასტრუქტურა ერთ-ორად წაადგება მიმდინარე წლის საირიგაციო სეზონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ მელიორაციის კომპანიის რეფორმების ფარგლებში და ბუნებრივია მოსახლეობის თხოვნით, მოსახლეობთან ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება სხვადასხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. წყალი მიეწოდება აქედან როგორც ქარელს, ისე სკრას და გორის რაიონებსაც. აქ რო ესეთი კარგად არხი მოწესრიგებული ეს უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი მივიდეს სათანადო დონემდე.